ეს არის სოფლის ეკლესია Resident Evil-ის მერვე ნაწილში, სხვა სიტყვებით Resident Evil Village. მოდი გავეცნოთ აქაურ პერსონაჟებს უკვე ამ ეკლესიიდან, იმიტომ რომ უკვე გავეცანით 3D განზომილებაში და ასევე ნახატებზე. ესე იგი, მორეალ ყავს წყლის სტიქიის სახით წარმოდგენილი ელსინა დიმიტრესკუ, მიწის სტიქია, ჰაერის სტიქია ბენევიენტო თოჯინასთან, ენჯისთან ერთად და ჰეისენბერგი ყავს ცეცხლის სტიქია, ესე მისი ნიშანი არის ცხენი. მოდი ახლა აი პერსონაჟების თემას, აი რატო დავიწყე ვაფშე ამ თამაშის გაცნობა, პერსონაჟების გაცნობა. ნახოთ, აი აქ ყავს წარმოდგენილი სტიპ ღვთისმშობელი, რომელიც სასახლეში ერთ-ერთ კარზე არის სამი შვილით წარმოდგენილი და ასევე იქ სხვადასხვა ვიდეოშია გამოჩენილი მოკლედ ეს თემატიკა. ეს სიმბოლოები 4 სტიქიის, წეღან რაც გაგაცანით აქ რა, ეს 4 პიროვნება. ბენევიენტო თოჯინასთან ერთად, კარლ ჰეიზენბერგი, მორეაუ და ელსინა. აქ არიან წარმოდგენილი ხატის ირგვლივ. ზედამთვარე არის ბენევიენტოს ნიშანი, ცხენია აქ ცეცხლის ნიშანი ჰეისენბერგის, მორეაუს ნიშანი ქალთევზა და დიმიტრესკუს ნიშანია ეს როგორც შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს ფემინიზმის ძალის სიმბოლო. ხო? აი მოდი შევხედოთ ახლა. ფემინიზმის ძალის სიმბოლო. ეს ფემინიზმია თუ რამე სხვა? იდეოლოგიური мотиваცია შეიძლება კეთილგონივრული იყოს, რომ რაღაც რელიგიური წარმოდგენების გადააზრება რწმენასთან დაახლოების მიზნით. ამიტომ რომ რწმენა იმისთვის რომ რეალიზდეს, რაღაცის მიმართ არ უნდა იყოს. და თუ ეგ არის мотиваცია, იქნებ რაღაცა სხვა мотиваციაც არის შეფარვით. ხავს კონსპირაციული თეორიის განვითარება არ მინდა, მაგრამ აქ გვაქვს ასევე იესო ქრისტე წარმოდგენილი. სადაც მის სახის არეალში არის მოქცეული თვალების პირის ცხვირის მაგივრად პარაზიტი ქედო, რაც პირდაპირ გზავნილია, რომ რწმენა არის პარაზიტობა. ნუ კომუნისტურ გზავნილს გავს ძალიან. ამას წინათ ერთი ამბავი იყო ატეხილი იმაზე, რომ ხატს საღებავი ესროლა ვიღაცამ და რაღაც მსგავსი რაღაცების გამო დიდი აჟიოტაჟია ხოლმე. მაგრამ ამაზე არავის თქვამს, თუნდაც ერთი სიტყვა, ყოველ შემთხვევაში ჩემამდე არ მოსულა. რამე რო ყოფილიყო გაჟღერებული, ალბათ ინტერნეტში იქნებოდა. რა ხდება? ანუ როცა ერთი ადამიანი, ესეთი გარემო რომ გაეკეთებინა ვინმე ერთს საქართველოში დავუშვათ თბილისის რომ გარეუბანში. რა მოხდებოდა? ალბათ გადაუწავდნენ ხო ეკლესიას. მაგრამ რავი, ამაზე სიტყვაც არ დაძრუა. თუ განსხვავება იმაშია მარტო რომ აქ ადამიანი ვერ შევა ფიზიკურად და იქ შევა. აი ფოტომოუდის გარეშე ესე გამოიყურება. გარედანაც ნახოთ, ამ ფიზიკურად შემოხვალ თუ ვერ შემოხვალ რა მნიშვნელობა აქვს, ინფორმაცია ხო? გარედან ეს ტაძრები როგორც არის ხოლმე შიგნიდან აი ფრესკები და რაღაც წმინდანების გამოსახულებები, ესეა მორთული. ჩემი აზრით ეგ უბრალოდ სიმხდალეა, რომ რაღაც შეგიძლია თქვა ისეთი ადამიანის მიმართ აუგი და კრიტიკა გაუშვა, ვისაც მარტივად მოერევი ინფორმაციული სხეულით და ამაზე ახლა ეს მრავალმილიონიანი ორგანიზაციაა და რავი რა იდეოლოგიური დავა რომ წამოიწყო, განწირული ხარ. თუ ანუ ჩემი აზრით სიმხდალეა. თუ იმაზე გაქვს მწვავე რეაქცია, რომ ვიღაცამ საღებავი ესროლა ხატს ან გასაბერ ეკლესია გააკეთა ან რაღაც, ეს ბევრად უარესია. ანუ სექსი, ვამპირი არის, სექსუალური ვამპირი არის ღვთისმშობლის როლში წარმოდგენილი. ანუ მეტი რა საღებავი, რა გასაბერი ეკლესია, ანუ ჩვეულებრივად ეს არის რელიგიური გრძნობების შევარდყოფა თუ შესაძლებელია, აი ეგ არის ზუსტად ეგ. ასე რომ ვისაც მწვავე რეაქციები ჰქონდათ ეგეთ რაღაცეებზე, მით უმეტეს ახლა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სტატუსი ხო, რომ
ქრისტიანული ქვეყანა, სახელმწიფო რელიგია არის ქრისტიანობა. ასეთი ვიდეო თამაშების მიმართ რაღაც პოზიცია უნდა ქონოდა. არა მარტო ასე ვთქვათ ინსტიტუტს თვითონ საპატრიარქოს, არამედ თითოეულ ადამიანს, ვისაც აქვს ვისაც რაღაც რაღაცებზე რეაქცია წესის უნდა ქონოდა. მაგრამ აი ბავშვებში პოპულარული გახდა ისე, რომ რავი, დღემდე აქტუალობას არ კარგავს. მით უმეტეს არა მარტო ვიდეო თამაში, ყველა ნაწილი, ფილმის ყველა ნაწილი. მილა ელოვიჩი როა მთავარ როლში. აი კორპორაცია Umbrella-ს ნიშანი ეს არის. აი 4 ელემენტი თავსდებოდა გარშემო რა, 4 ნიშანი რო აქვს. და მე 4 ელემენტის გადალახვის მერე მოთამაშე იღებს წვდომას მეხუთე ელემენტზე, გასაღებზე. და მივდივართ იმ გასაღებს მერე ვათავსებთ, აი ცეცხლები მიგვიწვევიან, იქით ვათავსებთ ამ გასაღებს. ანუ იდეოლოგიური დატვირთვა, გამომსახველობა, იმდან მიმზიდველია, რომ რაღაც შეიტყუებს, ხო, ადამიანს, ახალგაზრდას მით უმეტეს ახლა ხო და რა იყო, რა მოხდა? ანუ ამ თამაშს აქვს რაღაცა ქვედადინება, რომელიც ძალიან სწორია. და რაღაც გარკვეულწილად ხო, დიდწილად, უბრალოდ ეხმიანება ადამიანის ფსიქოანატომიას. ეს არის ხო, ის 4 სტიქია, აქ მაქვს ახლა ეკლესიაში იქნება უფრო თემატური ალბათ რო გაჩვენო. იმ 4 სტიქიის ნიშანი, როცა 4 სტიქია დავამარცხე, მოკლედ ეხლა დამარცხებულები არიან და უფრო მშვიდად გადავადგილდები აქ რაღაც ზომბების თავდასხმის, ან ფრინავის ზომბების, ან რაღაცა ვამპირების თავდასხმის გარეშე. აქ მაქვს აი 4 სტიქიის ნიშანი და გაჩვენებ ახლა ამათთან ერთად რა. აი ეს ახლა რაც უნდა გაჩვენო, რა ნიშნებიც უნდა გაჩვენო, ესენი არიან მორეალ, დიმიტრესკუ, ვენევიენტო და ჰეიზენბერგის ნიშნები. ეს არის. აი თანმიმდევრულად რომ მოვყვე. აი ეს ყვავილები ჯვრის ფორმით, როგორც წეგან თქვი, ფემინიზმის ძალის სიმბოლოა. ჯვარი იმიტომ, რომ უბრალოდ ვამპირებთან ასოცირდებაო, მეტი არაფერია. და ქალთევზა წყლის სტიქია, ხო ეს მიწის ზედამთვარე ჰაერის სტიქია და ცეცხლის სტიქია ცხენი. ამ 4 ელემენტის მონელების მერე, ათვისების მერე ბოლომდე, სხვა სიტყვით რო ვთქვათ, დამარცხების მერე ვიღებთ წვდომას აი მეხუთე ელემენტის სტიქიაზე, რომელიც აი Umbrella-ს კორპორაცია Umbrella-ს ნიშანს გვაგონებს, ხო რო ვთქვი. და ეს არის გასაღები. თლიანად აი ეს მოწყობილობა ახლა რასაც უყურებთ არის გასაღები. 4 თაღი აქვს წარმოდგენილი გარშემო. ესეთი 4 თაღი. რა თქმა უნდა ახლა იქ მაღლა ჯვრები. და ზოგან აი 4 მეფის სახით არის წარმოდგენილი. აი მაგაზე ვილაპარაკებ მოკლედ. და ხო, იმის აღნიშვნა დამავიწყდა აქ, რომ თამაშის კალაპოტი ისე იყო მოწყობილი, რომ პირდაპირ აი იესო ქრისტეს ხატზე იყო დამაგრებული კრისტალი. და თუ სახეში არ ესროდი, კრისტალს ვერ ჩამოაგდებდი რა. ანუ მოთამაშეს უეჭველად სახეში უნდა ესროლა ხატისთვის, რომ კრისტალი ჩამოეგდო. ცოტა რთულია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს კეთილშობილური ბიზნესთვის იყო, ანუ კეთილშობილურ მიზანს ემსახურებოდა. ამის თქმა ალბათ ყველაზე დიდ ოპტიმიზმს სადაც გაუჭირდებოდა. ხო და მოდი ვნახოთ ახლა ეს მეორე სალოცავი, სადაც რიტუალურ საგნად არის გამოყენებული პარაზიტი ქედო 4 ლაქით გარშემო. პარაზიტი ქედო ალბათ გავიცანით უკვე, ხო? რამდენიმე ვიდეოში ვილაპარაკე მაგაზე. და 4 ესე ვთქვათ ლაქა გარშემო, როგორც წეგან თქვი, წყლის, მიწის და ჰაერის და ცეცხლის სტიქიებს ნიშნავს. ცენტრში ანუ ესეთ გარემოში რიტუალური დანიშნულებით იყენებდნენ ხოლმე პენტაგრამას. პენტაგრამა, 5 კუთხე და ერთ-ერთი აღქმი, 5 კუთხედი, ერთ-ერთი განმარტებით ეს 5 კუთხე განასახიერებს ქრისტეს ხელზე 5 ჭრილობას. აი აქაც გვაქვს იესო ქრისტეს ხატი, ახლა კარგად არ იცანს, წარმოდგენილი გვაქვს. და პარაზიტი